პირველად საქართველოს სკოლებში მოსწავლესთა და გამყიდველს შორის ანგარიშწორება პლასტიკური ბარათებით მოხდება. მშობელს შვილის ანგარიშზე სასურველი თანხის დარიცხვა შეეძლება, მოსწავლეს კი თანხის გამოყენება მხოლოდ სკოლაში შეეძლება. საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა, რომ ნაღდი ფულის ბრუნვის აკრძალვა და ბარათების შემოღება სკოლებში ძალადობის პრევენციას შეუწყობს ხელს. თავი მგონია ზღაპარში. არ დაიჯეროთ, ეს ყველაფერი არის პიარი. ეს ყველაფერი ტყუილია, სრული, აბსოლუტურად ეს ყველაფერი მოგონია თქვენი თავრიკოსი და ჩვენ. მართლა სინამდვილეში ხუმრობა იქით იყოს და მართლა ზღაპარია. სოსისი 80 თეთრი, ღვეძელი 40 თეთრი ხარ მართლა. ეს გარეთ ფასებზე ორჯერ ნაკლები ვერს. დიახ, ფასები არის ხელმისაწვდომი. ეს არის უსაფრთხოების გარანტი, რადგანაც ვფიქრობ, რომ ამით შესაძლებელი იქნება ძალადობის პრევენცია. პლასტიკური ბარათები ტაო პრივატბანკმა დაამზადა. დედა და შვილი ბარათი მოსწავლესა და მის მშობელს უფასოდ გადაეცათ. ტაო პრივატბანკი გამოეხმაურა განათლების სამინისტროს ინიციატივას და დიდი სიამოვნებით ჩაერთო ამ პროექტში. ეს არის პირველი პროექტი, თუმცა პრივატბანკს აქვს მსგავსი პროექტებში მონაწილეობის ძალიან დიდი გამოცდილება. უახლოეს მომავალში ტენდერი 88 სკოლისთვისაც გამოცხადდება. გამარჯვებულ კომპანიებს ვალდებულება ექნებათ სკოლები ჯანსაღი კვების პროდუქტით მოამარაგონ. განათლების მინისტრის თქმით, საკვები სკოლებში ყოველთვიურად შემოწმდება. ხარისხზე კი სრული პასუხისმგებლობა კომპანიას ეკისრება. როდესაც მშობელი აძლევს ბავშვს ფულს, ამ საკრედიტო ბარათების მეშვეობით მშობელს ექნება აბსოლუტური გარანტია, რომ ბავშვი იყიდის საჭმელს ამ ფულით და არა თქვა სიგარეტს, სასმელს და ასე შემდეგ. ბავშვები უფრო დაცულები არიან, ისინი თავს იზღვავენ ფულისგან და სხვადასხვა სხვა რამისგან, რადგან არის ხოლმე მომენტები, როდესაც დიდები მათ ფულს ართმევენ. ჩვენ წარმოვადგენთ პროდუქტის ფართო ასორტიმენტს და ვთავაზობთ თითოეულ მოსწავლეს ჯანსაღ და გემრიელ საკვებს. პრეზიდენტმა სკოლაში ადგილობრივ არჩევნებზეც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მოსახლეობამ არჩევანის გაკეთების დროს აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ აისახება მისი ხმა თითოეული ოჯახის განვითარებაზე. ქალაქის მერია, განათლების სამინისტრო და პრეზიდენტი ერთმანეთს რომ ჭამდნენ და ერთმანეთზე გადაკიდებულები რო იყვნენ, ღმერთს მოგვაშოროს ეს. არაფერი ეს არ გაკეთებდა. ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ ყველა დონის ხელისუფლების ერთობლივი შეთანხმებული მუშაობა. სკოლაში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტის საკუთარ რეზიდენციაში სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე ბავშვებს შეხვდა და დიპლომებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილი სკოლის მოსწავლეებს ცოდნის მნიშვნელობაზე ესაუბრა. პრეზიდენტმა ის დროც გაიხსენა, როდესაც სკოლებში კრიმინალური მენტალიტეტის გამო მოზარდები იჩაგრებოდნენ. პრეზიდენტმა ახალ ინიციატივაზეც ისაუბრა. სექტემბრიდან ყველა პირველი კლასელი სახელმწიფოსგან კომპიუტერს მიიღებს. მე 3 წლის წინ პირველი შეხვედრა მქონდა, ბევრად უფრო მცირე რიცხოვან ჯგუფთან ოლიმპიადაში გამარჯვებული და მაშინ თქვი, რომ უწოდე გარკვეული დიდოგოს ჩარეცხილები და ატყდა ერთი ამბავი, რომ რატომღაც ვიღაცებმა ეს მიიღეს თავის თავზე. არა ვარ ჩვენ ჩარეცხილები, როგორ გვიწოდა ჩარეცხილები? მე უწოდე იდეოლოგიას ჩარეცხილი იდეოლოგია, ქურდული იდეოლოგიას და იმ იდეოლოგიას, რომლითაც ყველაზე ხმაური, ვინც თავის თავზე მიიღო, ეს ის ხალხია, ვინც იურიდიულ ფაკულტეტზე მოსაწყობად იღებდა 15-20 დოლარს. ბავშვი გრანულაში, ბავშვი ცხოროწყუში, რომელსაც აქვს კომპიუტერი და რომელმაც იცის უცხოენად ამ კომპიუტერში შესვლა, არის ზუსტად ისევე აღჭურვილი, როგორც ბავშვი კალიფორნიაში, სადაც ამას წინათ ვიყავი. და ჩვენ წელს დიმიტრი შაშკინმა გააკეთა ორგანიზაცია 1000 ამერიკელი ჩამოყავს ყველა დიდ სოფელში, ყველა რაიონულ ცენტრში იქნება ამერიკელი სკოლაში, რათა ასწავლოს ინგლისური ჩვენ ბავშვებს. მომავალ წელს გვეყოლება 2000. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები საქართველოში აქვს საშუალება, რომ გამარტიებულად ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებლებში, მიიღონ ცოდნა. ესეც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მათ იგზნოთ საქართველო არის მათი ქვეყანა. და როდესაც ვიღაც ბრიყვე გამოდის და იძახის რა უნდა კათოლიკეს საქართველოს მთავრობაში, მე მინდა ყველამ კარგად გაიხსენოს, რომ მიხეილ თამარაშვილი იყო კათოლიკე და ზაქარია ფალიაშვილი იყო კათოლიკე. ალბათ ყველაზე დიდი ქართველები საქართველოს ისტორიაში.